დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, მასში მხოლოდ ერთმა კანდიდატმა ირმა შიოშვილმა მიიღო მონაწილეობა. Როგორც წარიმართა საარჩევნო პროცესი და როდის დაინიშნება რექტორის არჩევნები, ნათია ნანაშვილი გიამბობთ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე განაცხადების წარდგენის ვადა 19 დეკემბერს ამოიწურა. თესაუში დღეს გამართულ არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა ირმა შიოშვილმა მიიღო მონაწილეობა. სასწავლებელში ხმის მიცემის პროცედურა დილის 10 საათზე დაიწყო და 14 საათზე შეწყდა. თესაუს აკადემიური პერსონალიდან, რომელიც ამ ეტაპზე 98 ადამიანს ითვლის, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია მხოლოდ 92-მა მათგანმა დააფიქსირა. საარჩევნო კომისიის მდივნის იაკევლიშვილის თქმით, არჩევნების პროცესმა 7 ვითარებაში ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამ დროისათვის არჩევნებზე მოსულია 9-ზე მეტი, არჩევნები მიმდინარეობს 7 ვითარებაში და იმედი გაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ირმა შიოშვილმა თესაუს აკადემიური პერსონალის 100%-იანი ნდობა მოიპოვა. მან არჩევნებზე გამოცხადებული 92 ადამიანის 92-ვე დადებითი ხმა მიიღო. შიოშვილი მოხარულია შედეგით და პირველ პრიორიტეტად თესაუში სწავლის ხარისხის ამაღლებას ასახელებს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ესეთი მაღალი ლეგიტიმაცია ძალიან სასიხარულოა. ველოდებოდი ძალიან მაღალ პროცენტს, მაგრამ შეიძლება ითქვას მოლოდინს გადააჭარბა. გაატკეცდება ზრუნვა სწავლის ხარისხის ამაღლებაზე. ამის თაობაზე მე ყოველთვის აღვნიშნავ, ბოლო პერიოდში გადაიდგა ამისთვის ნაგვიჯები. როდის გაიმართება თესაუს რექტორის არჩევნები, კითხვაზე დაზუსტებულ პასუხს ვერ გვცემს აკადემიური საბჭოს წევრი პროფესორი მალხაზ ცირეკიძე. მისი თქმით, საბჭოს 6 თვიანი ვადა აქვს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მუშაობაზე დასაკვირვებლად. ეს მუშა ეტაპია, შევხედავთ მოვლენათა განვითარება, შევხედავთ როგორ და რანაირად წავა ახალი მოვალეობის შემსრულებელი ისაა მუშაობა და იმის შესაბამისად აკადემიური საბჭო იბრძოლებს და დანიშნავს ახალი რექტორის არჩევნებს. ირმა შიოშვილი თესაუს რექტორის მოვალეობას მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში აკადემიური საბჭოს მორიგი გადაწყვეტილების მიღებამდე შეასრულებს.